მოდი იმით დავიწყოთ. ზოგადად რატო უშვებთ ხოლმე შეცდომებს? რატომ გვეშლება ადამიანებს რაღაცა იმით უმეტეს შვილებთან მიმართებაში? დიდი შეცდომა, რაც შეიძლება იყოს მშობლების, არის აი 40 წლის ასაკში ვარ და მაინც სუშიში მაქვს შეცდომის. ამავე დროს სულ ვცდილობ, რომ ვიყო იდეალური მშობელი. თვითონ ეს მცდელობაც იდეალური მშობლობისკენ სწრაფა უკვე შეცდომა ხო არა? იდეალური მშობლობისკენ სწრაფის და მონდომების ხარჯზე მოგვდის ხოლმე ხშირად შეცდომები. მშობლებს მინდა მიუმართო რაღაცნაირად, რომ გადამეტებული დანაშაულის გრძნობისგან შევეცადოთ ნელ-ნელა, რომ ცოტა გავთავისუფლდეთ, იქიდან გამომდინარე, რომ ვიპოვოთ ამაში იმედი და სურვილი იმის, როგორ გამოვასწოროთ მე. ამაზე ვიტყოდი, რომ მივცეთ შეცდომების დაშვების უფლება, რადგან მთელი ცხოვრების განმავლობაში მე ზუსტად ეს შიში, რომელიც მოყვება ხოლმე დასრულობაში არის, რომ ოღონდ არ დაუშვათ შეცდომა და მე ამის გამო ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებ სწორედ ამ შიშიდან გამომდინარე. ამიტომ პირველი აი ამ შეცდომას გამოვასწორებდი ჩვენში მშობლებში, რომ რაღაცა მეტად შეგვეძლოს ვიზრუნოთ საკუთარ თავზე და ყველაფერი გვინდა რომ მივცეთ საკუთარ შვილებს, ყველაფერს ვთქვით რომ ვასწავლოთ ერთი რამის გარდა, საკუთარი თავის სიყვარულის. ძალადობა არის ჯაჭვია, ესე თქვათ, ჯაჭვური რეაქციით მიდის. ძალადობა შობს ძალადობას და ასე შემდეგ და ძალიან ბევრი ფაქტი ვნახეთ და ვიცით და გვესმის ყოველ დღე. და ძალადობა ძალადობით არ იკურნება. ძალიან კარგად გრძნობენ ბავშვები ჩვენს ტვირთს და ერთი ესეთი ძალიან კარგი მაგალითი მახსოვს ამის, როდესაც შვილმა ერთ-ერთ ასე ვთქვათ, მის მშობელს ასე პირდაპირ უთხრა, რომ ჩემს გამო მაინც მოიქნები ცუდად. ანუ შენ თუ ხარ ხო რაღაცა პრობლემებია და აი ჩემს გამო მაინც მოიქნები, იმიტომ რომ იმისთვისაც ტვირთია. იმისთვისაც ძალიან რთული არსებები ვართ ეს ადამიანები. ეს უმაგას უნდა სულ იმბრაზდება ხოლმე ნუ ამბობ და ეგრეა და რა ვქნა. მამების დრო ყოველ 4 შაბათს 20 საათზე.